რაიმე განსაკუთრებული გემოქონდა სოხუმურ ყავას? ნახეთ, ყველა ქალაქში ყველაფერს ავისი რაღაც განსაკუთრებულობა აქვს. ქვიშის ყავა იყო ცნობილი როგორც ბათუმში, მაგრამ განსხვავებული იყო ის ადამიანი, რომელიც ამ ყავას აკეთებდა. ხო, თავისი ალბათ იმ ტექნოლოგიებით და ეგ იყო განსხვავებულობა. გახსოვთ სოხუმური ყავის გემო? რა არის, იცით, იმ დროის ბათუმურიც და სოხუმური ყავაც განსხვავდება დღევანდელი ყავისგან თავისი ფასითაც, შემადგენლობით, გემოთი და ესე შემდეგ. აი ცნობილი ის ვიზეთ ვსაუბრობ. აქ იყო ბათუმში რამდენიმე წლის წინ და აქაც გადმოიტანა პინგვინი იყო ესეთი ცნობილი კაფე სოხუმში ზღვისპირზე, სადაც აი ესეთ მშვენიერ დღეს საღამოს ადამიანები ვინც სამსახურის შემდეგ დასასვენებლად მიდიოდნენ და სვავდნენ იქ ამ ცნობილ ყავას. ამირანის ყავა ერქვა, ბატონი ამირანი ცნობილი. თავარი ამბავი ამ ყავის იყო არა მარტო ის რომ ქვიშაზე დუღდებოდა, ვთქვათ, ორივე ხელზე შეეძლო ერთდროულად ხელით, რამდენიმე ის აეცვა ხელზე ყავის, აი სპილენძის დაახლოებით 16-მდე ორ-ორი ცალი. მართლა? ხო, ეგ ამირან გაგუა ცნობილი თავისი რაღაც გამორჩეული პეწით, ეთიკით. აი ეს წითელი ბაბოჩკით და თეთრი აი ქათქათა პერანგით ის რაც მახსოვს რა. კოლორიტი სოხუმელი. არა მარტო სოხუმის, აი იცნობენ მთელი იმ დროინდელი საბჭოთა კავშირი, ანუ ამირანთან ყავაზე მისვლა იყო რიტუალი ერთგვარი. ამირანი, როდესაც უყურებდი როგორ ადუღებდა იმ ყავას, ზუსტად იცოდი რომ ის ერთი კოვზი ყავა იყო სავსე აუცილებლად. თავისი წესი იქ ნახევრად ადუღებული გადმოსხმა მერე ისევ ქვიშაზე დადება. აი ცნობილი პინგვინში ეს მისი ამირანი, ბატონი ამირანი ამბობდა რომ დაახლოებით 20-მდე ყავისჩიქა მეკარგებოდა ყოველ დღე, იმიტომ რომ ეს ჩაბრუნებული ყავა ვის გოგონებთან თუ იჯექი გეტყოდნენ წამომიხე. იმიტომ თვითონ მაინც ერიდებოდა და და ჩაგედონ და გამოგეტანა რომ მისულიყო. ანუ ყავაში ვინც მარჩიელობდა საკუთარი ყავა თან მიქონდა. საკუთარი ჭიქით უნდა მისულიყო იმ სადღაც მკითხავთან რა და ესეთე ბევრი იყვნენ ეგ მარჩიელები ქალაქში. რა თქმა უნდა, ეგ ეს კულტურა იყო. ანუ ეს მარტო ბათუმის და რაღაც აჭარის თემა არ არის, ხო, ყავაში ჩახედვით. საერთო სინამდვილე არის ეგ ბათუმი. ფოთი და სოხუმი და შავი ზღვის სანაპირო. სხვათა შორის იმ ყავასთან ერთად საინტერესო კულტურა იყო ჩაიც რა. კუკურიბიძია იყო ესე ცნობილი, ესე დიდი ჩაიხანა იყო და სკოლიდან ზამთარში, სიცივეში, აი გაპარვის შემთხვევაში თავშესაფარი იყო ერთგვარ. იქ იყო რაღაც ფანტასტიკური ჩაი. ცნობილი კუკურიბიძიას ჩაი, ეგ იცოდა ყველა. თბილისელმა ბათუმმა ტურისტი ვინ ჩამოდიოდა, მივიდოდა და იქ როგორც იქ ყავას სვამდა, ისე სვამდა ჩაისაც.